მშვიდობად კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერის სტუდიაში მუშაობთ კატო ხმის რეჟისორი ნინა ჟავამბერძე და დღევანდელი გოგო რაკი 4 შაბათები გადაწყვეტეთ რომ კარგი გოგოებს დავუთმოთ. დღევანდელი ჩვენი გოგო არის ის გოგო რომელიც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ჩვენმა კარგმა გოგომ პირველმა. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ ძალიან ბევრი ქალისთვის გახდა მერე მის შემდგომ შედარებით მარტივი აი ამ ფალო ცენტრალ სამყაროში ცხოვრება და ეს ჩვენი კარგი გოგო არის გოგო რომელიც ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე როცა დრო დინჯად მიდიოდა და როცა ქალები კორსეტებში ყავდათ გამომწყდეულები და გათხოვილი ქალისთვის ერთადერთი მისაღები და რიგიანი საქმიანობა ეს იყო რომ სახლისთვის მოევლო და მეურნეობას გასცხოვო და აი ამ დროს ჩვენმა გოგომ ნობელის 2 პრემია მიიღო. ერთი ფიზიკაში 1908 წელს თავის ქმართან ერთად და მეორე ქიმიაში 1911 წელს და ჩვენმა გოგომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა პირველმა ის იყო პირველი ქალი რომელმაც ნობელის პრემია მიიღო და ეს იყო პირველი რომელმაც მიიღო 2 ნობელის სხვადასხვა დარგში და არ ვიცი ერთ-ერთი ცნობის თანახმად ქალებს შორის დღემდე რჩება ერთადერთად ვისაც 2-ჯერ აქვს მიღებული ნობელი სხვადასხვა დარგში და ერთი და იგივე დარგში კი თუ მეხსიერება რომ ღალატებს ნობელს არც გასცემენ 2-ჯერ. აი ჩვენი კარგი გოგო არის მანია მანიუშა ჩემი ანჩუ პეჩო ეს ოჯახის წევრებისთვის, ხოლო ჩემთვის და ნინასთვის და არა ოჯახის წევრებისათვის ეს არის მარია სალომეა სკლოდოვსკა, რომელიც მე გზადაგზა იქცევა. მარი სკლოდოვსკა, როცა მას საფრანგეთში ჩავაცილებთ და მე უკვე როცა ბიერგიურზეც დაქორწინდება, მე უკვე ის გახდება მარი სკლოდოვსკა გიური. მანამდე კი არის ჩემი ანჩუ პეჩო და მას ყავს 3 და 1 ძმა, ის იზრდება პედაგოგების ოჯახში. უზომოდ უყვარს დედა და მისთვის დედა არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილი და ყველაზე ჭკვიანი და არ არსებობს თუ ვერ წარმოუდგენია მასზე ჭკვიანი, მასზე ლამაზი, მასზე არაჩვეულებრივი ქალი და პანი სკლოდოვსკა იყო ფელიქს ბოგუსკის ქალიშვილი. ბრონია ბოგუსკი იყო ის სანამ გახვებოდა ჩვენი გოგოს მამას და სანამ მასე დაქორწინდებოდა და ეს ბოგუსკის გვარი ეს იყო პოლონეთის წრილ აზნაურობას მიეკუთვნებოდა ეს გვარი. საკუთარი მამული მეტისმეტად მწირი იყო იმისათვის რომ მხოლოდ აი ამ შემოსავალზე ეცხოვრათ და უნდოდა თუ არ უნდოდა პან ბოგუსკი მოურავად იდგა უფრო შეძლებულ ხალხთან და მისი ქორწინება იყო ესეთი რომ ისინი გაიქცნენ და საიდუმლოდ იქორწინეს, იმიტომ რომ მას შეუყვარდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც უფრო ესეთი წარჩინებული ოჯახიდან იყო, მართალია ისიც ხელმოკლე ოჯახიდან, მაგრამ უფრო წარჩინებული ოჯახიდან და მან ის მოიტაცა და მიუხედავად ამ მზეთუნახავის მშობლების წინააღმდეგობისა, ისინი საიდუმლოდ დაქორწინდნენ. და მე გავიდა წლები და მათი შვილი ევა გიური როგორც წერს და დღეს ძალიან ბევრ რამეს ჩვენ ევა გიურის დავუჯერებთ და მიზეს ახსნით და მოგვიანებით და გავიდა წლები და ევა გიური წერს რომ აი ეს მაცდუნებელი ახალგაზრდა კაცი მერე იქცა მორიდებულ ბერიკაცად მისი შეყვარებული კი ანჩხლ დედაბერად. ანჩხლ დედაბერად გაბერებენ ხოლმე გაიძულებენ რომ გაანჩხლდე თორე თავიდან არც ერთი ქალი არ წერს ხოლმე დღიურში რომ მინდა ვიყო ანჩხლი დედაბერი. ევა გიურის ვენდობით დავუჯერებთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი წიგნი, რომელიც მან ძალიან მრავლის მომცემი მარიის სკლოდოვსკა გიურის შესახებ, მის ქალიშვილის მიერ დაწერილი და არის განსაკუთრებით საინტერესო როგორც საქმეს ჩახედული ხალხი აღნიშნავს ეს წიგნი იმით, რომ ევა გიურიმ შეძლო და დაიცვა ის ზღვარი, ის
ეს არ არის აღფრთოვანებული შვილის მიერ დაწერილი წიგნი და პირიქით მან ძალიან გულდასმით გამოიკვლია ყველა დოკუმენტი და აი ჩვეულებრივი უცხო ადამიანის თვალით და ხელით მეუდგა ამ საქმეს აი ესე უცხოს გონებით და უცხოს ხელით წერდა ამ წიგნს თავისი დედის შესახებ სკლოდოვსკების ოჯახს ერთმეორის მიყოლებით უკაკუნებდა უსიამოვნო ამბები, უსიამოვნო კიდევ მსუბუქად არის ნათქვამი ავი ამბები კარზე. ჩვენი გოგოს დედა, ჩვენი ანჩუპეჩოს დედა ძალიან დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა ტუბერკულოზს და ეს ძალიან გახანგრძლივ მოგეხსენებათ მაშინ რამდენ რთული იყო ეს დაავადება და რამდენად მარტივად იკურნება ახლა თუ კი ამას მოინდომებდა უნდა მოინდომო კიდეც და დელი თანხები სკლოდოვსკებისა მიდიოდა ამაზე რომ ნუ აი დავშეთ დედა წასულიყო ნიცაში და ამ ნიცაში წასვლის შემდგომ ეს მარიას ეუბნებოდნენ რომ აი დედა ჩამოვა და ყველაფერი კარგად იქნება და დედა გამოჯამრთელდება თუმცა ნუ დედა როცა ჩამოვიდა ყველაფერი პირიქით იყო არაფერი გაუმჯობესებისა სამწუხაროდ დედას არ ეტყობოდა თვითონ პოლონეთი იმ პერიოდის რა პერიოდშიც ჩვენი გოგო ცხოვრობდა ეს არის პოლონეთი რომლის რუსიფიკაციასაც გულდასმით და გულმოდგინედ ცდილობს რუსეთის იმპერია და აქ გამოკიდეს აბრები ყველა აბრა გამოკიდებულია რუსულ ენაზე სკოლაში პოლონურად სწავლა აკრძალულია და ყველაფერი მოთხოვნილია რომ ყველაფერი უნდა იყოს რუსულად როგორი ნაცნობი სიტუაცია და გარემო თუმცა ჩვენგან განსხვავებით პოლონელებს რუსეთის იმპერია და მერე არც საბჭოთა კავშირზე ამოსდიოდათ მათ მზედამთვარე და ჩვენ მაინც ადამიანს რაღაცა დღემდე ცოტა რაღაცა ვერ ველევით და შეყვარებულები ვართ ამ სსსრ ესე იყო ხო ნინო თუმცა შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის რომ ეგ ამბები გახსოვდეს და სანამ სკლოდოვსკების შვილები განათლებას იღებენ დაწყებით განათლებას იღებენ ამასობაში პან სკლოდოვსკის სამსახურიდან ათავისუფლებენ. სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არის ის, რომ ჩვენი გოგოს მამა პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პრინციპული და ფიცხი ვლადისლავ სკლოდოვსკი სათანადოდ გაქნილი არ იყო იმისათვის, რომ დირექტორის გიმნაზიის დირექტორთან ბატონ ივანოვთან საქმეები მოეგვარებინა და სათანადოდ მოხრილიყო წელში მის წინაშე სკლოდოვსკებს მოუწიათ ბინის შეცვლა იმისათვის რომ რამენერად თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი ერჩინა სკლოდოვსკიმ ხელი მიჰყო მოწაფეების მომზადებას პან სკლოდოვსკიმ და გარდა ამისა მერე პანსიონის მაგვარიც გახსნეს შინ და მათი სახლი ევაგიური როგორც წერს მათი მშვიდი და მყუდრო სახლი ესეთივე ხმაურიანი გახდა როგორც წისქვილი შემდგომ ნუ ძალიან ძიმე ამბები მოდის ამის შემდგომ და შემდგომ იმიტომ რომ ერთ-ერთ მოსწავლეს რომელიც მათთან იდგა შინ დაემართა ტიფი და ამ ტიფით დაავადდნენ მერე ბრონისლავა და ზოსია ანუ ბრონია და ზოსია ჩემი ანჩუპეჩოს გოგოები დები და 9 წლის იყო ჩვენი გოგო როდესაც ის ესე პროცესიას მიხვებოდა კუთში ის აცილებდა თავის დას ბრონიას და დედა იმდენად შეუძლოდ იყო პანი სკლოდოვსკა იმდენად შეუძლოდ იყო რომ მან ბოლომდე ვერტკი გააცილა თავისი ქალიშვილი ისა ესე შინიდან უყურებდა სარკმლიდან სარკმლისკენ გადადიოდა რომ ესე თავისი ქალიშვილის კუბო ესე მაინც მზერით გაეცილებინა და ნუ მეორე ქალიშვილი მათი რომელიც ესე ჯერ კიდევ ტიფით იყო ავად ის იწვალოგენში და მწარედ ქვითინებდა და ეს იყო დრო შემდგომ უკვე დედაც რომ გარდაიცვალა ჩვენმა გოგომ მარი სკლოდოვსკამ ჯერ კიდევ მარია სკლოდოვსკა ჩვენი გოგო გადაწყვიტა რომ ის ვისაც ის თხოვდა რომ დედა კარგად ყოფილიყო
ის ზემოთ არ არსებობს, იმიტომ რომ მან მას სურვილები არ შეუსრულა. მე მოგვიანებით როდესაც მას თავისი საკუთარი შვილები შეეძინა, ისინი არ აღუზდია მას არანაირ სარწმუნოების მიხედვით და არც მოუნათლავს თავისი შვილები, მაგრამ იყო ძალიან შემწყნარებელი ყოველგვარი რელიგიის მიმართ და პირიქით ისეუბნებოდა თავის ქალიშვილებს ირენ და ევა კიურებს, რომ თუკი მათ რაიმე რომელიმე რელიგიის მიმდევრობის სურვილი გაუჩნდებოდათ, ის ამის წინააღმდეგი არანაირად არ იქნებოდა და ყველანაირად მათი სურვილები მისთვის სავსებით მისაღები იქნებოდა და სკლოდოვსკების ცხოვრება მიდიოდა უარესობისკენ, მათი ფინანსური მდგომარეობა უარესდებოდა, მამამ რაღაც აქციებში დააბანდა, ვლადისლავ სკლოდოვსკიმ რაღაც აქციებში დააბანდა ფულით ეს ყველაფერი დაკარგა, თავისი ისედაც მცირე ქონება საერთოდ დაკარგა და ის ამას ძალიან განიცდიდა, რომ თვლიდა რომ ეს როგორ დაკარგა ქონება, რომელსაც შეეძლო თავისი შვილების მომავალი გარკვეულწილად მაინც უზრუნველყოფილი გაეხადა. და შინ მათ ყავდათ ესეთი მოახლე, რომელიც მათ უმზადებდა ცადილს და ძალიან უბრალო კაბებს ყიდულობდნენ ჩვენი გოგოსთვის და მისი დებისთვის და ძალიან ბევრი წლის შემდგომაც მერეც კი ევა კიური ესე უშედეგოდ ეცდება დედას და უმტკიცოს, დედას მარი სკლოდოვსკა კიურის და უმტკიცოს, რომ ერთი რიგიანი კაბა მაინც უნდა ჰქონდეს და უნდა შეიძინოს, აი ნაცვლად ამ დაკემსილი რუხი კაბისა, იმისათვის რომ ბატონი ფოტოგრაფები არ შეეშინოს და არ დააფრთხოს. ინა მანიშნებს, რომ ახლა დროებით რეკლამის დროა, შემდგომ კი ისევ ჩვენს ანჯუ პეჩოს დავუბრუნდეთ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. ჩვენ შევჩერდით იქ, რომ ჩვენი ანჯუ პეჩო, როგორც მას ძალიან ბევრ სახელს ეძახდნენ მოფერებით, სახში მათთან შინ სკლოდოვსკებთან ის ყველაზე უმცროსი იყო და ყველაზე ბევრი მოსაფერებელი სახელით შეხვდა, მანია მანიუშა და ჩემი ანჯუ პეჩო, როგორც მას მიმართავდნენ ოჯახის წევრები და ჩვენი გოგო უკვე ანჯუ პეჩო აღარ არის, გაიზარდა 16 წლის არის და მას უკვე უწევს ის, რომ თავად ირჩინოს ცავი, იმიტომ რომ მამას პენსიაზე მოუწია გასვლა და პედაგოგების შვილებს რა შეეძლოთ პირველი მოეფიქრებინათ და პირველი რაც მათ მოიფიქრეს იყო ის, რომ ექიმის სტუდენტი ეძებს რეპეტიტორის ადგილს, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აქვს ატესტატი, ჩაატარებს გაკვეთილებს არითმეტიკაში, გეომეტრიაში, ფრანგულში, ზომიერ თანხად. და ჩვენი გოგო მარია სკლოდოვსკა იწყებს უკვე უსასრულოდ სერავს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადის დაარსა თუ ავდარში და მოსწავლეები ხან ჭირვეულები არიან, ხან ზარმაცები არიან, მათი მშობლები კიდევ უარესი, ისინი ალოდინებენ ჩვენს გოგოს და პანი სკლოდოვსკა მკეთილინებოს და დაგველოდოს 15 წუთში ჩემი ქალიშვილი მზად იქნება, ატყობინებენ ისინი მას მოახლის პირით და ალოდინებენ ორ პირში ცივ შემოსასვლელში. ძალიან ხშირად გადასაღადის გადახდაც ავიწყდება და იმ გროშების, რომელსაც ისინი უხდიან, იმიტომ რომ მარის სკლოდოვსკას 1 საათში უხდიან 50 კაპიკს. და მერე დგება ზამთარი და მერე ჩვენი გოგო ერთშვენიერ დღეს ადგება და მოეწყობა გუვერნანტად და ეს იქნება ყველაზე ესეთი ერთ-ერთი რთული პერიოდი მის ცხოვრებაში. ის მერე თავის კუზინას ჰენრიკე მიხაილოვსკას მისწერს, ძვირფასო ჰენრიკე, ჩვენი განშორების შემდგომ ტყვექალივით ცხოვრობ, როგორც უკვე შემთხვევით ცნობილია, მე ადგილი ვიშოვე ადვოკატი ბეს ოჯახში, მაგრამ სამწუხაროდ და აი არც კი ვუსურვებ ამას ჩემს ყველაზე დაუძინებელ მტერსაც კი არ ვუსურვებ ასეთი ჯოჯოხეთში ცხოვრება. ჩემი დამოკიდებულება თავად ადვოკატთან ბოლოს და ბოლოს რაღაც გარკვეულად დაძაბული შეიქნა, იმიტომ რომ ვერ ავიტანე და ყველაფერი ვუთხარი, რასაც ფიქრობდი.
და მათი სახლი მიეკუთვნება იმ შეძლებული ოჯახების რიგს, სადაც სტუმრებთან ფრანგულად ლაპარაკობენ, ფრანგი ბუხრის წმენდავების ენით და ისინი ანგარიშებს ნახევარ წელიწადში ერთხელ თუ ისტუმრებენ, ამავდროულად ჰაერს ქარს ატანენ ფულს და თან ძალიან ძუნწად წევენ ეკონომიას ნავთზე, ლამპისათვის განკუთვნილ ნავთზე. ყავთ 5 მოსამსახურე, თამაშობენ ლიბერალიზმს, მაგრამ ამავდროულად სახში გამეფებულია გაუვალი სიჩლუნგე, ძალიან მოსაბეზრებელი და მოსაწყენი იყო მისთვის აქ ცხოვრება და გაუსაძლისი და ის ამსევე აგრძელებს ბარათში, რომ აქ უკეთ შევიცანი როგორი შეიძლება იყოს ადამიანი და მე შევიტყვე რომ რომანში აღწერილი ადამიანები თურმე სინამდვილეშიც არსებობენ და მე შემდგომში მან გამოიცვალა ადგილი და უკეთეს ადგილას შედარებით ასეთან გარემოში მოხვდა. იქ პიერ კიური არ ყოფილა ჩვენი გოგოს ერთადერთი შეყვარებული, მანამდე აი ამ სწორედ მეორე ოჯახში სადაც ის გუვერნანტად მოეწყო, ის შეუყვარდა ამ ოჯახის ახალგაზრდა ვაჟს, თუმცა მშობლებმა მას აგრძნობინეს და ასე გასაგება დაუხსნეს, რომ ღარიბ და ღატაკ გუვერნანტ ქალზე დაქორწინება სხვა რო არაფერი ისეთი მიუღებელი და უხერხულია. ამიტომაც უხერხულობას მანაც თავი არის და ჩვენი გოგოს მიმართ, ჩვენი ანჩუ პეჩოს მიმართ ავად შეიცვალა მისი კეთილგანწყობა. ჩვენმა გოგომ განიცადა ეს ამბები. ამ ოჯახში მას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდა ძალიან მწირი ბიბლიოთეკა, ის ყოველ შემთხვევაში მას შეეძლო, როდესაც თავის ახსასდელებს მიაძინებდა, რომ ამ ბიბლიოთეკით ესარგებლა. და ის თავის ერთ-ერთ ბარათში წერს, რომ აი მას შემდგომ რაც ფიქრობს თუ რას მოჰკიდოს ხელი, საბოლოოდ მიხვდა, რომ მას ყველაზე მეტად მათემატიკა და ფიზიკა აინტერესებს. ის ყოველ 3 წიგნს კითხულობდა ერთმანეთის მიყოლებით ერთდროულად, იმიტომ რომ თვლიდა, რომ ერთი და იგივე საგნით დაკავება გონებას ძალიან აჩლუნგებს. და მე რადგება ესეთი კარგი 1891 წლის 3 ნოემბერი და ჩვენი გოგო უკვე პარიზშია, სორბონაში და უკვე არც მანია და არც მარია, არამედ ის უკვე არის მარი სკოლოდოვსკა და ლექციებზე ფიზიკისა და ქიმიის ლექციებს ყოველთვის პირველ რიგში ზის. ახალგაზრდა კაცები ყოველთვის ინტერესდებიან მისით, მაგრამ ჩვენს გოგოს მხოლოდ მოხუცი პროფესორები აინტერესებს. ისიც არა ისე, რომ განსვენებული ზიგმუნდი შევაწეხოთ, აინტერესებს რას ღვებიან და რას ამბობენ მოხუცი პროფესორები. და ახალგაზრდა კაცებთან ძალიან სიტყვა ძუნწია, საერთოდაც გადაწყვიტა, რომ არანაირი სასიყვარულო ურთიერთობები მას არ აინტერესებს. კაზიმეჟ დლუსკი ჩვენი გოგოს მარის კლოდოვსკას დის ბრონიას ქმარი თავის სიდედრს მოხუც კლოდოვსკის 1891 წლის ნოემბერში წერდა ძვირფასო და ღრმად პატივცემულო პანს კლოდოვსკი. ჩვენ ყოფთან ყველაფერი რიგზია, მარი სერიოზულად მუშაობს, მთელ დროს სორბონაში ატარებს, მხოლოდ ვახშმად თუ ვხედავთ და ძალიან დამოუკიდებელია და მიუხედავად იმისა, რომ მე ფორმალურად გადმომეცა ის, რომ მისი მასზე ვიზრუნო, ეს უფლება მე გადმომეცა ფორმალურად, ის არა მხოლოდ ამ ყველაფერზე მე უარს მეუბნება და არც მემორჩილება და არც პატივისცემას იჩემს ჩემს მიმართ, არამედ დამცინავადაც კი ეკიდება ჩემს ავტორიტეტსა და სერიოზულობას, ისე მეკცევა როგორც გახვრეტილ ფეხსაცმელს, იმედს არ კარგავ, რომ მის მორჯულებას შევძლებ. ჩვენი გოგო ჯერ კიდევ როცა ვარშავაში ცხოვრობდა, მაშინ იყო ერთი ბიჭი და როცა ჯერ კიდევ სორბონაზე ოცნებობდა, მაშინ ერთმა ბიჭმა, პიერ კიურიმ, შინ მისულმა, სორბონიდან დაბრუნებულმა, რამოდენიმე აღმოჩენის ავტორმა, უკვე ფიზიკაში რამოდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორმა თავის დღიურში ჩაწერა: ჭკვიანი ქალი, იშვიათობა.
პიერ კიური მთელი გულით და სულით იყო მეცნიერებაზე შეყვარებული და თვლიდა, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობები ხელს შეუცვლიდა და რომ ქალი, რომელიც შეიძლებოდა ცოლად შეერთო, აუცილებლად იეჭვიანებდა მის ლაბორატორიაზე და მერე ეს ჩვენი კარგი გოგო წლების შემდგომ იგონებდა, როცა შევედი პიერ კიური შემენულ კართან იდგა, რომელიც აივანზე გადიოდა. მის ძალიან ახალგაზრდა მომეჩვენა მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უკვე 35 წლისა იყო, მე გამაუცა მისმა ნათელმა თვალებმა და ოდნავ ძლივს შესამჩნევმა ესეთმა დალდაუტანებლობამ მთელი მისი მაღალი ფიგურისა. მისი დინჯი გააზრებული ლაპარაკი, მისი სისადავი, სერიოზულობა და ამავდროულად ყმაწვილური ღიმილი აბსოლუტურად განგაწყობდა მის მიმართ და აბსოლუტურ ნდობას აჩენდა მის მიმართ. ჩვენ შორის მუსაიფი გაიბა, ძალიან მალე ეს ყველაფერი მეგობრულ საუბარში გადავიდა. ისეთი მეცნიერული პრობლემებით იყო დაკავებული და ისეთ მეცნიერულ პრობლემებზე მუშაობდა, რომელთა დაკავშირებითაც მე ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ეს აღწერა მე ჩვენმა გოგომ ძალიან დიდი ხნის შემდგომ თავისი პირველი შეხვედრა პიერ კიურისთან. ისინი ერთმანეთს 1894 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ პოლონელ პან კოვალსკისთან, რომელიც იმედოვნებდა, რომ პიერ კიური მარის კლოდოვსკას ჩვენს ანჩუპეჩოს დართავდა ლაბორატორიაში ცდების ჩატარების უფლებას. და აღარ გავაგრძელოთ იმაზე საუბარი, როგორ და რანაირად განვითარდა მათ შორის მოვლენები. თქვენ ხალხ შორის სასიყვარულო ურთიერთობა სხვანაირად და ჭკვიანურად ებმება. და პიერ კიური მიხვდა, რომ მარია იყო ეს ქალი, რომელიც უყვარდა და ამავდროულად ის არ იეჭვიანებდა ლაბორატორიაზე, თუ კი ისინი ერთად იქნებოდნენ. და მან ხელი სთხოვა მარის კლოდოვსკას, მაგრამ მარის კლოდოვსკამ ცივი უარის ტკიცა, მაგრამ პიერ კიური ძალიან ცეთი დაჟინებული აღმოჩნდა, ისევე დაჟინებული როგორც ცდების ჩატარებისას და ბოლოს ეს ჩვენი ჯიუტი გოგო დაიცანხმა და ისინი დაქორწნენ, წინდნენ, დასახლდნენ სახლში, სადაც ერთადერთი ესეთი ფუფუნების საგანი იყო ის, რომ აქ ფუფუნების საგნები აბსოლუტურად არ იყო. თვითონ ჩვენს ბიჭზე პიერ კიურიზე, ორი სიტყვა ვთქვათ ის, რომ ეს იყო და ვინ არის ის, ჩვენს გოგოზეც ბევრი რამე ვიცით, მაგრამ უფრო დეტალებში ვეცნობით, მაგრამ რაგი ჩვენი გოგოს საღამოა, მაშინ ჩვენი ბიჭით იმითი შემოვიფარგლოთ, რომ ეს იყო ბიჭი, რომელიც უკვე იყო ესეთი მერერა, რომ ნაკლებად ცნობილი საფრანგეთში, მაგრამ სამაგიეროდ უცხოეთში ძალიან დაფასებული იყო. დაიბადა პარიზში 15 მაისს 1859 წლისა და ის იყო ექიმ ეჟენ კიურის თავადაც ექიმის ვაჟის მეორე ვაჟი, როგორც ჩახლართული წინადადება გამომევიდა. დავსახლდეთ 24 ნომერში, გლასერის ქუჩისა, ოქტომბერში და ერთადერთი მომხიბლავობა ამ ბინისა არის ის, რომ ამ ბინაში არაფერი ზედმეტი არ არის და ავეჯზეც კი უარი თქვეს მარი და პიერ კიურებმა, იმიტომ რომ მარის მოუწევდა მე ეს ყველაფერი ყოველდღიურად ეწმინდა, ელაგებინა, ეპრიალებინა და ამდენი დრო და ამდენი არაქათი ჩვენს გოგოს არ ქონდა, იმიტომ რომ ლაბორატორიას ისე ძალიან ბევრი დრო მიქონდა და მე ისედაც როცა რადიუმს აღმოვაჩენთ, მე ეს რადიუმი წაიღებს ძალიან ბევრ დროს და ამ დეტალებზე ვერ მივცემ თავისუფლებას და ამდენიც არ ვიცი და თუნდაც დამეზეპირებინა სათანადოდ ვერ გადმოვცემდი ამ ყველაფერს, რა ჯაფად დაუჯდებათ ეს პიერ და მარია კიურებს და ისე კიურია ეს გვარი და ნეტე კიურიები უნდა თქვა და ძალიან დიდ ჯაფად დაუჯდებოდა. ეს წაიღებს მარი სკლოდოვსკა კიურის ჯამრთელობასაც მე უკვე მოგვიანებით გაირკვევა, რომ ეს არ იქნება უბრალო გრიპი, გართულებული გრიპი, ეს იქნება ის, რომ სწორედ რადიუმის გამოსხივება წაიღებს ჩვენი გოგოს ჯამრთელობას და პოლონიუმი, მათ მიერ აღმოჩენილი პოლონიუმი, იმიტომ და მათ დაარქვეს პოლონიუმი, რომ ჩვენი გოგო იყო ესეთი გულმხორვალე პატრიოტი თავისი ქვეყნისა.
და მოკლედ ოთახები არანაირად არ არის მოწყობილი. არანაირად არ აპირებენ ისინი აქწეულებების გამართვას და სტუმრების მიღებას და თუ კი ვინმე აბეზარი სტუმარი მაინც გადაწყვეტს რომ გინდა თუ არა უნდა ესტუმროს მაშინ ის აღმოჩნდება კაბინეტში სადაც არის ცარიელი შიშველი კედლები არის წიგნის კარადა და უბრალო ფიცრებისგან შეკრული მაგი და მაგიდის ერთ ბოლოში დგას მაგის კამი მარის სკლოდოვსკას ჩვენი ანჯუპეჩეს კამი მეორე მხარეს კი მეორე ბოლოში მაგიდის კი დგას პიერ კიურისთვის განკუთვნილის კამი წიგნები არის მაგიდაზე ფიზიკის ასევე ნავთის ლამპა და თაიგული ყვავილების თაიგული პიერ კიური ამბობდა რომ პარიზში უამრავი ყვავილია და ეს მათ ანიჭებს ბედნიერებას მათ ყოველთვის ჰქონდათ შინ ყვავილები და თუ კი რომელიმე მათგანი ქალაქგარეთ წავიდა და აუცილებლად შინ გამოაყოლებდა მინდვრის ყვავილების თაიგულს პიერის ცხოვრებაზე რთული არის მარის ცხოვრება იმიტომ რომ სამყარო არის ფალოცენტრული და გარდა იმისა რომ ის არის ქალი და გარკვეულ პრობლემებს ეს მას აუცილებლად შეუქმნის მე შემდგომში თავის მეცნიერულ კარიერაში გარდა ამისა მას უწევს რომ იზრუნოს ოჯახზე მათ არ ყავთ მოახლე და მას უწევს რომ იაროს ბაზარში იზრუნოს იმაზე რომ სამოაწეს რიგოს სამოსი ასევე უწევს ის რომ სხვაჯერის ძალიან პირნათლად მისი ქალიშვილი წერს რომ ნუ ავიენები კი წერენ რომ თითქოს და მარიქს კიურის მომზადებული სადილე არ იყო მაგრამ მისი ქალიშვილი წერს რომ მარის კლოდოვსკა კიური პირიქით ძალიან პირნათლად მოეკიდა სადილების კეთების საქმის სწავლას საქმესაც და მან ბრონიასთან თავის დასთან გაიარა გაკვეთილები ამ საქმეში მან ისწავლა ხორცის შეწვა ისწავლა კარტოფილის შეწვა მიუხედავად თუმცა პიერ კიური მაინც ადამიანის ისეთი დიდი გურმანი არ იყო და მე უკვე მოგვიანებით როცა მათი ფინანსური მდგომარეობა გამოკეტდა და მათ უკვე მოახლე ყავდათ რომელიც უმზადებდათ მათ სადილებს ნუ ერთხელაც მოახლე მიფიქრა რომ იკითხა მოგეწონათ თუ არა ბიფშტექსი და პიერ კიური მიკითხა ეს ბიფშტექსი იყო თუმცა სავსებით შესაძლებელია რომ ბიფშტექსი ყოფილიყო ჩვენი გოგო ძალიან ბევრ დროს ატარებს ლაბორატორიაში აქ არის და ხო მე მინდა გადავიდე იმ ნაწილზე და იმდენი ბორცელი მაგ გაშლილი რომ თუ კი შპალიერის გაკვრას მოინდომებთ და მოგინდომებათ რომ ეს მაინც ბეჭდი იყოს თან მარის კლოდოვსკას შესახებ იყოს გამობეჭდილი რამე მაშინ იკითხეთ კატო რადიო იმედში და გადმოგცემთ მე თქვენ აი ამ ბორცლებს ორი დიპლომი პედაგოგის წოდება და შრომა მაგნიტური თვისებების შესახებ გახურებულ ფოლადში. ესეთი არის შედეგი ჩვენი გოგოს მოღვაწეობისა 1897 წლის მიწურულს და ეს მაშინ როცა ჩვენმა გოგომ ირენ გიურიზე იმშობიარა და მერე უკვე ადგათა ისევ გაეშურა ლაბორატორიისაკენ და ნუ ამჯერად უკვე ჩვენი გოგო დისერტაციაზე ფიქრობს და აი აქ ჩდება უკვე ის რომ აი აქ გამოჩდება და გაჩდება რადიუმი ესე მარტივად არ გაჩდება თავისთავად ცხადია და ნუ მე უკვე ვთქვი რომ ეს იმდენად რთული საქმეა რომ მართლა საქმეში ჩახედული ადამიანი უნდა იყო რომ ამაზე ელაპარაკოდა თან არა მგონია რომ ეს ამჯერად იყოს საინტერესო და აუცილებელი ამაზე საუბარი ამ დეტალებზე უბრალოდ უკვე იქ გადავიდეთ იმ ნაწილზე რომ გვარი კიური უკვე ძალიან ცნობილია და რადიუმის გარშემო არის ესეთი საზეიმო მithkma მოთქმა ატეხილი თუმცა ნობელის პრემია ჩვენს გოგოს ძალიან აღიზიანებს აი ეს მithkma მოთქმა აღიზიანებს მათ საერთოდ აღიზიანებთ მათი სახელის გარშემო რაიმე მithkma მოთქმა და ეს ატეხილი ხმაური პრესის მიერ ატეხილი ხმაური ისინი როდესაც ეს მოუწევთ რომ ესეთ წვეულებაზე გამოცხადდნენ მათ პატივსაცემად გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე გამოცხადდნენ პიერ კიურისაც ის ფრაკის გაქექილი და გაცვეთილი ფრაკი რომელთაც ეს ისედაც ყოველთვის მიდიმოდის ჩვენს გოგოსაც დახურული შავი სადა კაბა და პიერ კიური თვალს ვერ წყვეთ ქალს რომელიც მათ ახლო-ახლოს ის და რომელსაც უკეთია ბრილიანტის კოლიე და მე ის მარი კიურის ეუბნება რომ
წარმოგიდგენია რამდენი ლაბორატორიის გახსნა შეიძლება აი ამ კოლიეს გაყიდვის შემთხვევაში. თვითონ რადიუმით მათ არანაირად არ უსარგებლიათ, მათ შეეძლოთ რომ დაეპატენტებინათ, მაგრამ ეს მათთვის უცხო იყო. მათ არ გააკეთეს ეს და ისინი მათ გადაწყვეტეს, რომ ეს იქნებოდა მეცნიერებისათვის იქნებოდა მიუღებელი და რომ ეს არის ელემენტი ისინი თვლიდნენ, რომ ეს არის ელემენტი, რომელიც შეუძლებელია ვინმეს ეკუთვნოდეს და ვინმეს საკუთრება იყოს და ამიტომაც მათ არავისთვის არ დაუმალავთ პირიქით, მათ დავესია ეს ჭყალებში რეცეპტი რადიუმისა ყველას გაუმხილეს, თუ კი ვინმეს რაიმე დააინტერესებდა, მათ საჯარო გახადეს თავიანთი კვლევები ყველანაირად, თუ კი ვინმეს რაიმე დააინტერესებდა, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, რომ ამის შესახებ ესაუბრათ და ეს ყველაფერი ნებისმიერი მსურველისათვის აეხსნათ. 19 აპრილი 1906 წლისა სუდამბებზე მოგვიწევს ისევ ჩვენ გადასვლა, ქუჩის სველ ქვაფენილზე ეტლი დაცურდა და ამ დროს პიერ კიურის ფეხი დაუსხლდა. ჩვენი გოგო, ჩვენი ანჩუპეჩო უკვე არის არა უბრალოდ მადამ კიური, არამედ ის არის პიერ კიურის ქვრივი. გაზეთები წერდნენ, რომ პიერ კიურის დასაფლავებაზე ჩვენი გოგო შეშლილს გავდა ლამის და ეს იყო ძალიან რთული პერიოდი და ძალიან გაუჭირდა და მერეც ჩვენ ნახავთ იმის ბარათებში, რომ ჩემი ცხოვრება ის ამბობს რაღაც ნახავთ, ბარემ ნახოთ ის თავის ერთ-ერთ ბარათში წერს, რომ ჩემი ცხოვრება იმდენად დაშლილი და დანგრეულია, რომ შეუძლებელია თავიდან აეწყოს და ჩემი ქალიშვილები არიან ძალიან საყვარლები, არაჩვეულებრივები, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ჩემში სიცოცხლის გაღვიძება. ახლა ჩემი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ისინი სათანადოდ აღზარდო და ის ყველაფერს გააკეთებს თავისი ქალიშვილებისათვის. არაფერს არ დაიშურებს და არ დაიზარებს, ეს არ არის ის, როგორც ძალიან ხშირად ამ ფალოცენტრულ სამყაროში წარმოუდგენია, რომ თუ კიდე და მეცნიერია და თუ კიდე და რაღაც წარმატებულია, მერე ეს ყველაფერი მხოლოდ ეს ყველაფერი ხდება მისი შვილების ხარჯზე, არანაირად არ მომხდარა ეს ყველაფერი მისი შვილების ხარჯზე და ის განრიგი ქონდათ გოგონებს, მის ქალიშვილებს ქონდათ განრიგი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მათი მეცადინეობა. ის ხელსაქმესაც კი სწავლობდნენ გოგონები და ძალიან ბევრი რამ არ ჩამოგითვლით ახლა როგორ ხდებოდა მათი განათლებას, როგორ აძლევდა ეს თავის ქალიშვილებს, მაგრამ კარგ განათლებას აძლევდა ნამდვილად თავის ქალიშვილებს და როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ჩვენს გოგოს ყველა ეს მისი ოცნების მუზეუმიდან მუზეუმი კარგად იყოს და მაინც ხელოვანები რო გვყავს ხოლმე მისი ოცნების ინსტიტუტიდან, რადიუმის ინსტიტუტში ის მარტო დარჩა ფაქტიურად, იმიტომ რომ მისი ყველა კოლეგა მამაკაცი ფრონტზე წავიდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მარი კიურის ამდგარიყო და ესე უბრალოდ თავადაც მოწყალების და გამხდარიყო და ეს არ არის უბრალო საქმე, მან კიდევ უფრო სერიოზულ საქმეს მოკიდა ხელი, მან ადგა და რენტგენის აპარატით აღჭურვა ავტომობილები, რომლებიც ესე სამხედრო საველე ჰოსპიტალებში გადაადგილდებოდნენ და ძალიან ბევრ დაჭრილს გაეწია ამით დახმარება. ნინა მანიშნებს, რომ მომდევნო საათში უნდა დავასრულოთ ჩვენი ანჩუპეჩოს ამბები. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ამ საათში დავასრულებთ ჩვენი კარგი გოგოს მარის კლოდოვსკა-კიურის შესახებ საუბარს. ჩვენ შევჩერდით იქ, რომ უკვე პირველი მსოფლიო ომიც გადავაგორეთ. და ჩვენი გოგო ის რომ ქალია, ის რომ ორგზის ნობელიანტია, ის რომ ძალიან წარმატებულია, ეს არ დარჩენილა ისე რომ ავიენების გარეშე და ავიჭორების გარეშე მას გაავრცელეს ჭორები.
იყო მისთვის აბსოლუტურად უცხო და მეუღებელი და ჟურნალისტები დაესხნენ თავს და მას გარდა ამისა ემუქრებოდნენ ფიზიკურად გასწორებითაც ემუქრებოდნენ და მისი ქალიშვილი ევა გიური ძალიან დელიკატურად უვლის ამ საკითხს გვერდს და ისწერს რომ ეს არ არის მისი საქმე ამ ყოველფრის გარჩევა თუმცა მე ეს ყველა ადამიანი ჟურნალისტები მე მოდიოდნენ და ქვითინებდნენ ამის მარია გიურისთან რომ ესე ისინი საყვენა ამ თელჭორებს მაგრამ ამ ყველაფერს ეს ყველაფერი ვერ უშველი და ბოდიში არ შველის იმას და სინანულის წრემლება არ შველის იმას რომ არის კლოდოვსკა გიური ამ ყველაფრის გამო სიგიჟის ხვარზე იყო და თვითმკვლელობაზე ფიქრობდა ჩვენი გოგო ესე პიერ გიურის გარდაცვალების შემდეგ იმას ძალიან უჭირდა ზოგადად თითქმის არ ახსენებდა და თუ კი უწევდა სიმძრით ამბობდა სახელს პიერ გიური სიმძრით ამბობდა სიტყვებს ჩემი ქმარი მამა თქვენი და მან ზოგადად ის არ ლაპარაკობდა თავის ქალიშვილებთან პიერ გიურის შესახებ თუმცა ამავდროულად მან არ შეუქმნია ესეთი ხატი ტანჯული ქვრივისა და როდესაც მისი მეგობრების წყალობით და მისი ნიჭის დამსახურება იყო მაგრამ ის რომ ჩვენი გოგო კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ გოგოა და მას ძალიან ბევრ პრობლემას უქმნიდა ეს ყველაფერი მაგრამ მე როგორც იქნა გამოჩნდა კარგი ხალხით და ამ თავისი მეგობრების წყალობით ის მას სორბონაში შესთავაზეს პიერის ადგილი ჩვენი გოგო ყოყმანობდა მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა ამ წინადადებას და ეს იყო სორბონაში პირველი პროფესორი ქალი და როდესაც მან პირველი ლექცია წაიკითხა გადაჭედილი იყო მთელი დარბაზი და ყველა ზოგი სანახაობის ან საყურებლადაც მოვიდა შეიკრიბნენ ჟურნალისტები ყველა საინტერესებდა აქვითინდებოდა თუ არა პიერ გიურის ქვრივი და ჩვენი გოგო ჩვენი ანჩუ პეჩო არ იყო ქალი რომელიც ვინმეს დასანახავად გადმოაგდებდა ცრემლს და ვინმეს თავს შეეცოდებდა და ვინმეს ხარზე ხელის გადასმის უფლებას მისცემდა და მაშინ როცა მთელი დარბაზი ქვითინებდა როცა მარის კლოდოვსკა გიურიმ ლექციის კითხვა დაიწყო ჩვენი გოგო ესე სივრცეში იხედებოდა და აუღელვებლად დაიწყო ლექცია დაიწყო იმ სიტყვებით რომლითაც პიერ გიურიმ თავისი ბოლო ლექცია დაასრულა ყველა დარჩა პირში ჯალა გამოვლებული და ვერავინ ვერ ნახა ვერანერი სანახაობა ის სანახაობა რასაც ელოდნენ ჩვენი გოგო იყო ის ვინც პირველმა წაიკითხა მთელ მსოფლიოში და საერთოდ ის არის რადიოაქტიურობა ეს ტერმინი მისი შემოღებულია და თვითონ ჩვენს გოგოს უწოდებენ მარის კლოდოვსკა გიურის უწოდებენ თანამედროვე ფიზიკის დედას ის აგრძელებდა თავის კვლევებს მისი უახლოესი მეგობრები და კოლეგები მას ურჩევდნენ რომ თავისი კანდიდატურა მეცნიერებათა აკადემიაში წარედგინა და ის დათანხმდა ამას მაგრამ მის გარშემო ისევ ინტრიგების ქსელი დაიხლართა და შედეგად ჩვენი გოგოს კანდიდატურა უარყვეს ხმები არ იყო ჩვენს გოგოს და უბრალოდ როგორ არის ეს რომ ხმას რო აძლევენ ქართულად ეს ვეღარ გავიხსენე ეს ზმნა მიმიხდით ხო მოკლედ უარყვეს ჩვენი გოგოს კანდიდატურა და არჩევნების დღეს აკადემიის პრეზიდენტმა ამაღად განაცხადა და ამაღად განუცხადა კარისკაცებს ყველა შემოუშვით ქალების გარდა ჩვენი გოგოს მეორე ნობელის ამბავიც ვთქვით ხო რომ 1911 წელს მიიღებს ის და გავანებოთ ამ ნობელს თავად არ უკვირდა ეს ყველაფერი და ჩვენ რატომ უნდა გავხადოთ საოცრებად იმიტომ რომ ის იყო მარის კლოდოვსკა გიური და მე შეეძლო ორი ნობელი მიიღო უკვე 65 წლის არის ჩვენი გოგო ამას აქ უნდა გადავინაცვლოთ და მისი მხედველობა ის თანდათან კარგავს ხედველობას უარესდება მისი ჯანმრთელობა როდესაც ის ლაბორატორიაში მიდის ყველა მარის კლოდოვსკას ელის და ყველას უნდა რომ მას რაიმე რჩევა კითხოს და მას მეტსახელად რჩევაც კი შეარქვეს და როდესაც ის ესე შევიდოდა ინსტიტუტში მის გარშემო ყველა იკრიბებოდა ყველა სხვადასხვა კითხვას უსვამდა როდის მოვა მადამ გიური სად არის მადამ გიური და მადამ გიური არასოდეს არ იგვიანებდა და ისინი უსვამდნენ მას სხვადასხვა კითხვებს და მადამ გიური ჩამოჭდებოდა კიბეზე და ესეთ გარემოში პასუხობდა ის მათ კითხვებზე
და მეც უკვე თავის ლაბორატორიაში განმარტოვდებოდა, იქაც ძალიან ხშირად მიუკაკუნებდნენ და ვინ რას ეკითხებოდა და ვინ რას ეკითხებოდა. ჩვენი გოგო გადაიყოლა თავისი აღმოჩენამ და მისი ჯანმრთელობა შეიწირა მისმავე აღმოჩენამ, მას მაღალი სიცხე სწავდა და თანგავდა და ბოლო დღეებში მისი ცხოვრების მისი ქალიშვილი ევა კიური არავის არ უშვებდა თავისი დედის მოსანახულებლად და იქ არანაირ თავყრილობის გამართვის უფლებას არავინ არაძლევდა, იმიტომ რომ მას არ უნდოდა დაეფრთხო და შეეშინებინა დედა. 3 ივლისს ტემპერატურას მკვეთრად დაუწია, მარიის სკლოდოვსკა-კიურის ტემპერატურა მკვეთრად დაუწია და თქვა რომ აი ახლა ნამდვილად გამოვჯამრთელდები და ნამდვილად გამოვძვრები ამ ყველაფრიდან. ეს ძალიან გახარებულ მოუთხრა მან ეს თავის ქალიშვილს ევას. მისი ქალიშვილი, უფროსი ქალიშვილი ირენი ჩავიდა დედის სანახავად თავისთავად ცხადია. თუმცა მარია აგონიაში არავის არ უხმობდა, არავის არ ეძახდა. ერთადერთი რაც მან წარმოთქვა და ეს წარმოთქვა მეცნიერის ტონით, მეცნიერის, რომელიც გარკვეულ ექსპერიმენტს ადევნებს თვალს, რომ მე არ ვიმყოფები, მე არ ვესწრები. ჩვენი გოგო გარდაიცვალა 4 ივლისს 1934 წლის. 1935 წელს კი მსოფლიომ შეიტყო, რომ ნობელის პრემია ქიმიაში მიენიჭათ ირენ და ფრედერიკო ჟოლიო-გიურის. ესეთი იყო ჩვენი გოგოს, ჩვენი ანჩუპეჩეს ამბავი. ჩვენი გადაცემა დასრულდა. ბოლო ნაწილი ხოლმე ხანმოკლე გამოგვდის, იმიტომ რომ ფინალი ზოგადად ხანმოკლეა ხოლმე, ვისიც არ უნდა იყოს თუნდაც დავად მარი სკლოდოვსკა-კიურისი. 12 საათის შემდგომ თქვენი სევგელით კოდექს აუდიო მიშა მიმინაშულთან ერთად ჩვენ უკვე მომდევნო ორშაბათს შევხვდებით და სავარაუდოდ მისტერ ნაბოკოვის შესახებ აპირებს მიშა თქვენთან საუბარს. მადლობა ყურადღებისთვის. უსმენთ რადიო იმედს. კატოს საღამოები რადიო იმედზე.